ლანჩხუთი-ლესას ახალი 8 კილომეტრიანი მონაკვეთი ოფიციალურად გაიხსნა. 4-ზოლიანი გზა სამტრედია გრიგოლეთის შქაროსნული მაგისტრალის შემადგენელი ნაწილი და აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია. ძალიან კარგია, მოკლე მანძილია რა, დროს იგებს. კომფორტულია ძალიან, როდის დამთავრდება ერთი სული ყველას. მიდივართ თავისუფლად ბოლოვნის ორგზაზე. საწყოსაც აფცირებს. ზუსტად ამას საუბრობდით ახლა ძალიან მაგარია. როცა ახლა ბათუმისკენ მიდიხარ ფოთის მიმართულებით, ძალიან ყვაყოფილები ვართ. ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულებული მონაკვეთი პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ირაკლი კობახიძის თქმით, ახალი გზების აქტიური მშენებლობით ქვეყანა ისტორიულ სატრანზიტო ფუნქციას იბრუნებს. საქართველოს აქვს როგორც მოგეხსენებათ უნიკალური მდებარეობა, სტრატეგიული მდებარეობა. ჩვენ ტრადიციულად ვიყავით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა და ქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მაქსიმალურად აღუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ეს ტრადიციული ისტორიული ფუნქცია და ამაში ბუნებრივია შქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აქვს განსაკუთრებული როლი. სულ 68 კილომეტრი შქაროსნული ავტომაგისტრალი იყო აშენებული 2012 წლამდე ქვეყანაში. მას შემდეგ 2012 წლის შემდეგ აშენდა 315 კილომეტრი შქაროსნული ავტომაგისტრალი და თან ის გასათვალისწინებელია, რომ აქ საქმე გვაქვს ბევრად უფრო რთულ მონაკვეთებთან. ხოხლის მომავალში დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის შქაროსნული ავტომაგისტრალის მთლიანი დერეფნის მშენებლობა და ეს საბოლოო ჯამში მოიცავს მთლიან მონაკვეთს დაწყებული წითელი ხიდიდან დამთავრებული სარფამდე. სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალური გზა 52 კილომეტრს მოიცავს. მშენებლობა 4 მონაკვეთზე მიმდინარეობს. მეორე და მეოთხე მონაკვეთები უკვე გახსნილია. პირველი სამშენებლო პროცესშია. მესამე 12 კილომეტრიანი მონაკვეთის დარჩენილ ნაწილზე კი სამშენებლო სამუშაო აქტიურად გრძელდება. მიმდინარეობს 65 კილომეტრიანი შქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა სხვადასხვა ლოკაციაზე. ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის დასრულებული გვექნება ამ გზის მონაკვეთის კიდევ 6 კილომეტრი, რომელიც გაიხსნება გაზაფხულზე. ასევე ეს არის გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის გახსნასაც ასევე გაზაფხულზე შევძლებთ ჩვენ და ფაქტიურად ბათუმში ჩვენ შეგვეძლება შქაროსნული მაგისტრალით მგზავრობა. უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილება ეს შქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთის უპირატესობაა, რადგან გზა ქალაქი ლანჩხუთისა და რამდენიმე სოფლის გვერდის ავლით გადის. აღნიშნული გზით ხდება ლანჩხუთის შემოვლითი გზის გახსნა და შესაბამისად სატრანზიტო მოძრაობა მთლიანად გადმოერთვება ჩქაროსნულ მაგისტრალზე. შესაბამისად შემცირდება მგზავრობის და გადაადგილების დრო და გაიზრდება მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა. მაგისტრალური გზის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხითა და სახელმწიფო თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო მოცულობა თითქმის 325 მილიონი ლარია.